თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში საუნივერსიტეტთა შორისო ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია გაიხსნა. მასში კლინიკურ სწავლებას გაივლიან სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. დაგეგმილია ლაბორატორიის რეგიონულ ჰაბად გადაქცევა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ის შეიქმნა საგრანტო პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს უნივერსიტეტებში. დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი კონკურენტული ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში თანამედროვე ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავებას და დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში არა მარტო სილაბუსები შეიქმნა საუნივერსიტეტთა შორისო სადოქტორო პროგრამა ნეირომეცნიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კოლაბორაციაში. ალბათ ბევრი უცხოელი სურვილით ეყოლება, რომ დოქტორანტურა არ გაიაროს. პროექტი არის სამი უნივერსიტეტის კოლაბორაციის გზით შექმნილი და მოიცავს როგორც ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის შექმნას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროგრამაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხდება ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. საქართველოში გასტრონომიული ფესტივალი იწყება. კვირეული კახეთსა და თბილისში 18-დან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების შესახებ დეტალურად დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ ისაუბრა. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ გასტრონომიის ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ქეთი კვიჭიძემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფასა და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასტრონომიული და ღვინის ტურები. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ენოგასტრონომიულ პოტენციალს, ქართულ კულტურას, ფოლკლორს, მუსიკას. დაგეგმილია თბილისში სხვადასხვა მუზეუმების მონახულება, ტურები. ტურისტული ნაკადები საკმაოდ მაღალი არის წელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარაში, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს. წელს შედარებით მომატებულია კახეთი და ასევე ძალიან კარგი პოტენციალია ყაზბეგს. ძილის ნაკლებობა აზიანებს ბავშვის მეხსიერებას, აქვეითებს სწავლის უნარს და იმუნურ სისტემას. ამ პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტები. მათი თქმით, მშვიდი ღრმა ძილი და მისი ხანგრძლივობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბრიტანელმა სპეციალისტებმა მშობლებისთვის რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს. აუცილებელია ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს მოხდეს ბავშვის დაბანა, მისთვის ზღაპრის წაკითხვა და დაძინება. საუკეთესო პირობებია გრილი და ჩაბნელებული ოთახი. გარდა ამისა, ბავშვის საძინებელში უნდა იყოს სიჩუმე. სპეციალისტების განმარტებით, დაძინებამდე ეკრანთან კონტაქტის შეზღუდვა მნიშვნელოვანია. საღამოს სასარგებლოა იმ პროდუქტის მიღება, რომელიც ბუნებრივად შეიცავს მელატონინს. საუბარია ალუბალზე, ბანანზე, სიმინდსა და რძეზე. ასევე ძილზე კარგად მოქმედებს დღის განმავლობაში ჰაერზე გატარებული დროც. სპეციალისტების განმარტებით, საღამოს დღის მოვლენების განხილვა ბავშვს უსაფრთხოების განცდას უქმნის.